საეკლესიო სწავლებით სწორედ მე-40 დღეს დგინდება გარდაცვლილის სულის სამუდამო ადგილსამყოფელი და ამ პერიოდის განმავლობაში მორწმუნეები გარდაცვლილისთვის განსაკუთრებულად ლოცულობენ. მეუფეშიოს კურთხევით პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მთელი 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინებოდა. ამ პერიოდში არ შემწყდარა მრევლთა ნაკადი, რომლებიც დღესაც ტაძარში პატრიარქის ფოტოებითა და ყვავილებით მივიდნენ. სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდს დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც. Patriarchi ჩემთვის იყო რაღაცნაირი ისეთი იმედი, რომ გეგონა შენ ქვეყანას ამთლიანებდი. Patriarchi რო დადიოდა, შენ ქვეყანისთვის დადიოდა და შენ ქვეყანას შენთვისაც დადიოდა. შევძლებთ იმ გზით სიარულს, რაც პატრიარქმა მოგვინიშნა, ვერ შევძლებთ. არა მაქვს მაგის იმედი. ეპოქალური კაცი იყო ეს. არ მახსოვს აი ისტორიას რო გადაავლო თვალე არა ასეთი დატირებით არავინ არ გაუცილებდეს და ასეთი გულის ტკივით არავინ არ გაუცილება ქვეყანა პატრიარქი ამას იმსახურება ძალიან უდიდესი ადამიანი იყო ჩვენი პატრიარქი და აი კიდევ ვერ ვაცნობიერებს ხალხი რა ადამიანი ყავდა ერთ-ერთი უძველესი ადამიანი ძლიერ პატრიარქს ყავდა საერთოდ რა ალბათ დაინახეთ გასვენება რო იყო რამდენი თერგეთი სოფლიო შეგეთაც არ მომხდარა, ეგეთ პრეცედენტი ამდენი ხალხი მოსულიყო. ჩვენავად პატრიარქის ხედრობა, მაგრამ პატრიარქმა ჩამოაყალიბა ეს ჩვენი ეს და სულ პატრიარქის გვერდში ვიყავით ყოველთვის. ჩემი პატრიარქის მე-40 დღე რაც მიგვატყოვა ძირით კივილით, მაგრამ ამ მთელი თავის მოღვაწეობა გაატარა ჩვენს ლოცვაზე, ჩვენს ზრუნვაზე, ჩვენი ქვეყნის ლოცვაში და იმედია იქიდანაც დაგვეხმარება და მის მადლს ვიგრძნობთ. პატრიარქის ღვაწ ვერავინ ვერ მოთვლის იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყოველი წუთი წამი ფიქრობდა ჩვენზე, ერზე, არ არჩევდა ერს, გამორჩეულად უყვარდა სუყველა. ბუმბერაძი პიროვნება იყო ამ ეპოქის. ნამდვილად საამაყო და სასიხარულო ის გვაქვს, რომ ამ ეპოქაში ჩვენ წვდომა გვქონია პატრიარქთან.